მართვის უფლება შეჩერებული ავტომობილის მფლობელებისთვის რა შეიძლება იყოს საახალწლოდ იმაზე დიდი საჩუქარი და სიხარული, ვიდრე ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება. ათასობით ადამიანი საჭეს უბრუნდება, ოღონდ წესების პატივისცემითა და მკაცრი კონტროლის პირობებში. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სახელმწიფო 35,000-ზე მეტ ადამიანს მეორე შანსს აძლევს, რომელიც შეგვიძლია ერთჯერად შეღავათად და მუდმივ პასუხისმგებლობად აღვიქვათ. ერთი შანსი, ნახეთ მარია მოშხრელის სპეციალურ რეპორტაჟში. საღამოშვიდობის პატრულ ინსპექტორი ლევან ციკლაური. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ათასობით მძღოლს ამოწმებენ იმისთვის, რომ მოახდინონ ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილება როგორც მძღოლებისთვის, ისე მგზავრებისა და ქვეითებისთვის იყოს უსაფრთხო. სხვადასხვა მიზეზით მართვის უფლება შეჩერებულ 35,000-მდე პირს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მისცა შანსი დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, განაგრძონ ავტომობილების მართვა და ეს ერთჯერადი ჰუმანური აქტი გახდეს მომავალში კანონის დაცვის მოტივაცია. Ზუსტად ჰუმანური, ასე თქვათ, მოსაზრებიდან გამომდინარე, გამოიცა ეს აქტი, მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ეს არის ერთგვარი საახალწლო საჩუქარი. აქვე მე მინდა ვთხოვო და მოუწოდო ყველა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მოეგიდონ ავტომობილის მართვას. ვისზე გავრცელდება ამნისტია, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე კვირაში უკვე დაამტკიცა. ამ ჰუმანური აქტით პირველ რიგში, ანუ 1 იანვრიდან ის 800-მდე მძღოლი ისარგებლებს, ვისაც მართვის მოწმობებზე დარიცხული ქულები ამოეწურა. ასევე 11,000-მდე პირი, რომლებსაც მართვის უფლება ჯარიმებისა და დარიცხული საურავების გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ. ისინი შესაბამისი თანხის გადახდისთანავე აღიდგენენ მართვის უფლებას. 1 თებერვლამდე ეტაპობრივად შეეხება ამნისტია 20,000-მდე პირს, რომელსაც მართვის უფლება ალკოჰოლური თრობის გამო შეუჩერდა. ასევე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებენ ადამიანები, რომლებსაც ნარკოტიკების მოხმარების ან და ნარკოტიკული დანაშაულის გამო ჰქონდათ ჩამორთმეული მართვის უფლება. ამნისტია ვრცელდება 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩადენილ კანონდარღვევებზე. იმ მძღოლებს, ვისაც ნასვამობის გამო ჰქონდათ შეჩერებული მართვის მოწმობა, ყოველგვარი მომართვის გარეშე 2026 წლის 1 თებერვლამდე ეტაპობრივად აღუდგებათ მართვის უფლება. ნარკოტიკების მოხმარებისთვის და ნარკოტიკული დანაშაულისთვის და აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულ პირებს, ვისაც აქვთ ასე თქვა შეზღუდული მართვის უფლება, მათ უნდა მიმართონ მომსახურების სააგენტოს, წარუდგინონ კანონმდებლობით გათვალისწინებული დასკვნა, დინამიური დასკვნა იმისა, რომ ისინი აღარ მოიხმარენ ნარკოტიკს და ამ შემთხვევაში მოხდება აღდგენა. ასევე შეეხო ეს ცვლილება იმ პირებსაც, ვინც გასამართლებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით, ეს არის ნარკოტიკების შეძენა შენოხვა, ოღონდ საუბარი არის არა დიდოდენობაზე და განსაკუთრებულ დიდოდენობაზე, არამედ საწყის ოდენობაზე ნარკოტიკების, ასევე მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები, ანუ საუბარია ეს ადამიანები, რომლებმაც ერთხელ მოიხმარეს ნარკოტიკი, დაეკისათ ადმინისტრაციული სახელი და ეს წლის განმავლობაში გაიმეორეს მსგავსი ქმედება, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 273 მუხლი. ასეთი პირების შემთხვევაში მათ უნდა მიმართონ პრობაციის სააგენტოში მოქმედ კომისიას, ის განიხილავს მათ საქმეებს, აქაც გათვალისწინებულია დინამიური დასკვნის წარდგენის ვალდებულება. ეს არის ნარკოტესტი, როგორც უკვე ვისაუბრეთ, არის ერთჯერადი გამოყენების ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. კანონმდებლობის გარდა გამკაცრდა კონტროლი ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტომობილის მართვაზეც. პატრულის თანამშრომლებს საშუალება აქვთ მძღოლები ადგილზე არა მხოლოდ ალკოტესტით, არამედ ნარკოტესტითაც შეამოწმონ. ნერწყვის საშუალებით დადგინდება თქვენი შედეგები. გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის მეთაურის ამ ჰუმანური გადაწყვეტილების პარალელურად კანონში შევიდა ცვლილებები, რომელიც კიდევ უფრო მკაცრ მიდგომებს აწესებს კანონდარღვევი მძღოლებისთვის. აქამდე მოქმედებდა ნორმა, რომლის თანახმადაც თუკი მართვის უფლების შეჩერების ვადის ნახევარი იყო გასული, ამის შემდეგ ჰქონდათ მათ უფლება მიემართათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის და ეთხოვათ ვადაზე ადრე მართვის მოწმობის აღდგენა და გათვალისწინებული იყო გარკვეული თანხის გადახდის შესაძლებლობა. აღნიშნული მექანიზმი მთლიანად უქმდება და უკვე
2026 წლიდან თუ კი მძღოლები ასე თქვა ჩაიდენებს გავს სამართალდარღვევას, რაც დაკავშირებულია მართვის უფლების შეზღუდვასთან, ეგ საუბარია თუნდაც იგივე ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან, ასევე თუ კი მიატოვებენ შემთხვევის ადგილს და ასე თქვა თავს აარიდებენ პოლიციის ინფორმირებას ამ შემთხვევაში და სხვა, ასევე ნარკოტიკული ასე თქვა შემოწმებას თავს აარიდებენ და ამ დროს საჭეს მართავენ, ასე დროს მათ დაეკისრებათ სახდელის სახით მართვის უფლების შეჩერება. ეს ფართომასშტაბიანი ამნისტია არ ეხება ყველას. კანონში გაიწერა ის საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც მართვის უფლების აღდგენა სამართალდამრღვევი პირებისთვის არ მოხდება. ასეთია პირველ რიგში არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევისას სხვისი ჯანმრთელობის დაზიანება. არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევა ერთი მხრივ გამოწვეული იყო იმით, რომ მძღოლი იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, თუმცა ამას ასევე შედეგად მოჰყვა მაგალითად სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანება. ეს არის უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა, რაზეც ასევე არ ვრცელდება ხსენებული დავუშვათ შეღავათი და ამნისტიით გათვალისწინებული რეგულაციები. ანუ არსებითად მაინც აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ესე იგი მართვის უფლების შეჩერება ეს უნდა ყოფილიყო როგორც ადმინისტრაციული, ასე ვთქვათ, სახდელი და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება აქ ვილაპარაკოთ, ასე ვთქვათ, ნარკომოხმარებასთან მიმართებით იმ შემთხვევაზე, როცა ასევე უკვე სისხლის სამართლებრივი, ასე ვთქვათ, წესით მოხდა მათ შორის მართვის უფლების შეჩერება. როდესაც იქ საუბარია უკვე დიდოდენ რა თქმა უნდა, ამ კატეგორიაზე შესაბამისი ამნისტია არ ვრცელდება. საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიღებულია საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც საგზაო მოძრაობის მეტად მოწესრიგებას და მძღოლების, ასევე კანონმდებლობრივი ქვეითების მიმართ ადმინისტრაციული სახდელების გამკაცრებას გულისხმობს. პარლამენტი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ცვლილებებზე მუშაობას საგაზაფხულო სესიაზე გააგრძელებს. კომპლექსურად იქნა მიღებული გადაწყვეტილება მთელ რიგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სახდელების გამკაცრების შესახებ. ეს უკავშირდება როგორც სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევას, ისე მაგალითად უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევას, ეგრეთ წოდებულ ბასლაინებზე გადაადგილებას. საუბარია მხოლოდ იმ ჯარიმების გაზრდაზე, რომელსაც აღარ აქვს პრევენციული ეფექტი. აი, რას გულისხმობს ახლა ეს? არის ხოლმე რომ 40 ლარიც გადახდია უწევს სიჩქარის გადამჭარბებელ მძღოლს და შეიძლება რაღაც კუთხით უღირდეს ადამიანს ამ ჯარიმის გადახდა და სიჩქარის გადაჭარბება. ასე დროს, ასე ვთქვათ, ჯარიმა პრევენციულ ეფექტს ვეღარ ახდენს და შესაბამისად ხდება გადახედვა და გაზრდა ჯარიმების არა იმიტომ, რომ ვთქვათ, როგორც ამბობენ ხოლმე სახელმწიფო ბიუჯეტის შევასოთ, ნამდვილად არ არის ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში ჯარიმების თანხების ამოღება, არამედ ჩვენი ინტერესია, რომ დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები იმისათვის, რომ ნაკლები ავარია მოხდეს, ნაკლები ადამიანი დაშავდეს გზებზე და ნაკლები ადამიანი გარდაიცვალოს. თუ წინა წლებში საქართველოს მოქალაქეებზე 800-900.000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, დღეს ჩვენი მოქალაქეები 2 მილიონამდე ავტომობილს ფლობენ. ამას ემატება სხვა ქვეყნებიდან შემოსული 1.5 მილიონამდე მანქანა. ეს რეალობა სახელმწიფოს მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს საგზაო უსაფრთხოების კუთხით, თუმცა მთავარი მაინც თითეული მძღოლის პირადი პასუხისმგებლობაა. არ შექმნას გზებზე საფრთხე არაფხიზელი მდგომარეობით. მთავრობის მეთაურის სურვილია 2026 წლის ათვლა მართვის უფლება ჩამორთმეულმა მძღოლებმა უკეთესი სოციალური პირობებით და მეტი პასუხისმგებლობით დაიწყონ. ხიზელი ბრძანდებით, ინებეთ თქვენი საკუთები, კარგად ბრძანდებოდეთ. წეთილ მგზავრობას გისურვებთ. კარგად.